2025 წლის 1 ივნისიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით საქართველოში 20 ახალი განთავსების ობიექტი გაიხსნა. სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის თანახმად ინტენსიურად გრძელდება განთავსების ობიექტების სექტორის განვითარება. გაიხსნა 20 ობიექტი, რომელთა ჯამური მოცულობა აღემატება 1000 ნომერსა და 2000 საწოლ ადგილს. ჯამში ფუნქციონირებს 2691 განთავსების ობიექტი 42596 ნომრით და 116204 საწოლი ადგილით, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნის შესაძლებლობას მზარდი ტურისტული ნაკადების მისაღებად. წერია ანგარიშში. მესტიაში მდებარე საოჯახო სასტუმროს ვილა ჩელოს დამფუძნებელი თათია თეთრაშვილი მესტიის მასშტაბურ გამრეცხვიანობას ნეგატიურად აფასებს. მისი განცხადებით, არსებული მიდგომა სვანეთის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე სერიოზულ პრობლემებს შექმნის. ამის შესახებ მან BMG-TV-ს გადაცემაში ქალების ნარატივში ისაუბრა. მისი თქმით, ელექტროენერგიაზე სტანდარტული ტარიფით და პირდაპირი გამრეცხვიანებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეგიონში ბუნებრივი აირი არ არის ხელმისაწვდომი, მტობრივად ზამთრის სეზონზე მესტიაში ცხოვრების და ტურისტული საქმიანობის გართულებას გამოიწვევს. თეთრაშვილი მიიჩნევს, რომ ვითარება გადახედვას საჭიროებს და საჭიროა ისეთი შუალედური მოდელის მოძიება, რომელიც მოსახლეობისთვის ტარიფების გარკვეულ შეღავათებს ან დაბალ მოხმარებაზე სპეციალურ პირობებს გაითვალისწინებს. როგორც ის ამბობს, სვანეთის შემთხვევაში ინფრასტრუქტურული გამოწვევების გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რეგიონს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, რაც ენერგომოხმარებას მთლიანად ელექტროენერგიაზე დამოკიდებულს ხდის. ინფორმაციისთვის 1 ივნის ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მესტიის მასშტაბური გამრეცხვიანება დაიწყება, რაც კრიპტომაინინგის პრობლემის აღმოფხვრას ემსახურება. თუშეთში მოქმედი სასტუმრო შიოს ქვის სახლის თანადამფუძნებელი თამთა ჩაგოშვილი მიმდინარე ტურისტულ სეზონზე პოზიტიურ მოლოდინს ინარჩუნებს, თუმცა აღნიშნავს, რომ თუშეთის მიმართულებით გზის დაგვიანებით გახსნა და ინფრასტრუქტურული გამოწვევები ადგილობრივ ბიზნეს შემოსავლის ნაწილის დაკარგვის რისკს უქმნის. BMG-TV-ს გადაცემაში ქალების ნარატივში საუბრისას ჩაგოშვილმა განაცხადა, რომ წინასწარი ჯავშნების მიხედვით წელსაც ევროპელი ტურისტები ლიდერობენ. მისი თქმით, უკვე ფიქსირდება ჯავშნები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და შტატებიდან, თუმცა საბოლოო შედეგების პროგნოზირება რთულია, რადგან ბევრი ჯავშანი ბოლო მომენტში უქმდება. მისივე ინფორმაციით, გასულ წელს ობიექტზე ქართველი დამსვენებლის რაოდენობა გაორმაგდა, ხოლო უცხოელ ვიზიტორებს შორის განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის ინდოეთიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუში მდებარე საწარმო კავკასიური მედიცინა, რომელიც სოჭისგან დამზადებულ ჩაის, წვენებს, მურაბეს, მალამოებსა და სხვა პროდუქტებს მეიცას ბრენდით აწარმოებს გაზრდილ მოთხოვნას და წარმოების სწრაფ ზრდას აფიქსირებს. კომპანიის დამფუძნებელი ქეთევან გობრონიძე BMG-თან აცხადებს, რომ ბაზარზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, რის გამოც საწარმო იძულებულია წარმოება ეტაპობრივად გააორმაგოს. მისი თქმით, მომხმარებლის ინტერესი ბუნებრივ და ხალხურ საშუალებებზე ჯანმრთელობის პრობლემების ზრდასთან ერთად იზრდება. როგორც გობრონიძე განმარტავს, საწარმო მცირე წარმოები დაიწყო და ეტაპობრივად გაიზარდა.